იცოდეს, რომ თანამედროვე სამყაროში არსებობს ხელოვნური ინტელექტი, რომელიც შესაძლოა ექიმზე უფრო ეფექტურადაც კი მუშაობდეს. რამდენიმე კვირის წინ სოციალურ მედიაში გავრცელდა ვიდეო, როდესაც ხელოვნური ინტელექტი ანალიზებს კომპიუტერულ ტომოგრაფიას. Yes, there is a small amount of fluid around the spleen and the pancreas on the scan, which could be a sign of inflammation or injury. No, God! მიწევნის ზუსტად აღწერს იმ ცვლილებებს, იმ პათოლოგიურ ცვლილებებს, რაც ამ ადამიანის ორგანიზმშია წარმოდგენილი. ამის საფუძველზე შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ ნებისმიერ სამედიცინო სფერო, რომელიც ძირითადად თეორიულ ცოდნაზეა დამყარებული, იქნება ეს პათოლოგია, ანატომია თუ ასე შემდეგ, ტექნოლოგიური განვითარების შედეგად საფრთხის ქვეშ დგება. რადგან რეალურად ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია გაცილებით მეტი ინფორმაციის დამახსოვრება და მას ასევე გაცილებით სწრაფად შეუძლია ამ დამახსოვრებული ინფორმაციის ანალიზი და დასკვნის დადება. ამას გარდა კლინიკურ მედიცინაში უკვე ათწლეულები არსებობს და ვინჩის აპარატი, რომელიც არის ნახევრად რობოტი, ის იმართება ადამიანისგან, მაგრამ რეალურად პაციენტზე ოპერაციას აკეთებს ამ რობოტის ხელები. ეს ინსტრუმენტები რა თქმა უნდა უფრო მოქნილია ვიდრე ადამიანის ხელი, უფრო დიდხანს შეუძლია გადაბმულად აკეთოს ერთი და იგივე პროცედურა, გაგიკვირდებათ და უფრო ნაზი მოტორიკა ახასიათებს ვიდრე ჩვენს ხელებს. თუმცა მართლა რეალურია ის საფრთხე, რომ რობოტს შეუძლია საბოლოოდ ჩაანაცვლოს ექიმი.